აჭარის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. მოხარული ვართ, რომ დღეს ამ არაჩვეულებრივ საგამოფენო სივრცეში ბატონ გურამ ცერცვაძის პერსონალურ გამოფენას ვესწრებით. ბატონი გურამი ჩვენი ცენტრის და ზოგადად აფხაზეთის მხატვრების დიდი გულშემატკივარია. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ და დიდი სიამოვნებით ვესწრებით დღეს მის გამოფენას. მინდა ბატონ გურამს უსურვო წარმატებები და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მომდევნო პერსონალური გამოფენა აფხაზეთში შემდგარიყოს და დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება და ჩვენ ძალიან გულთბილ მასპინძლობას გავუწევთ. აჭარის მუზეუმი ბატონ გურამ ცერცვაძის გამოფენას უმასპინძლებს. ხელოვნების მუზეუმის პირველი სართული მთლიანად დაეთმო, საოცრად თბილი ენერგეტიკა მოდის ნამუშევრებიდან, ისეთივე თბილია, როგორც დამთვალიერებელი დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი არაერთი დელეგაციის ვიზიტი და ტურისტული კომპანიები უკვე შეგვითანხმდა გამოფენის დასათვალიერებლად. ეს არის რა თქმა უნდა მხოლოდ ნაწილი მისი დიდი შემოქმედების, მაგრამ ეს ნაწილი სწორედ რომ მიესადაგება ჩვენი ქალაქის, ასე ვთქვათ, სეზონის განწყობილებას და სხვათა შორის გახსნამდეც იმდენი ხალხი მოვიდა და უცხოელები ძალიან დაინტერესდნენ და მინდა გითხრათ, რომ წარმატებული გამოფენაა. გამოფენა ბათუმელებმა, ტურისტებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. რამდენიმე ნამუშევრმა დამთვალიერებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ბატონ გურამს ულოცავ დღევანდელ დღეს. მინდა გულწრფელად ვთქვა, რამოდენიმე ნახატი აქ არის ისეთი, რომლის ჩემს კოლექციაში ქონასაც სიამოვნებით ვისურვებდი. განსაკუთრებით და საინტერესო არის ნახატი მოძღვარი, რომელშიც იმდენი ემოცია, იმდენი ფიქრი და კადრს მიღმა, იმდენი განცდა დევს, რომ ამ ნახატის ირგვლივ შეიძლება საათობით საუბარი. ხოლო რაც შეეხება მისი მეუღლის პორტრეტს, ეს არის ულამაზესი, უმშვენიერესი. მე ქალბატონ მზიას და ბატონ გურამს ერთად ულოცავ დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა ჩემს ძვირფას ბათუმელებსაც. მხატვრები ცდილობენ რომ ფერები წარმოაჩინონ და ჩვენ გვაგრძნობინონ სამოთხე ამ ქვეყანას. ისი გამოფენაც აქ არის იმ მხატვართაგანი. და მე სიამოვნებით ნახულობ მის შემოქმედებას და კიდე მას უსურვებ გამარჯვებებს. დიდი მადლობა მას, რომ ჩამოგზავნდა ბათუმში. მიულოცავ და საკვირველია ბატონ გურამს. ძალიან საინტერესო მხატვარია. თავისი ხედვით, თავისი მრავალფეროვნებით ძალიან თბილად მიიღო მაყურებელმა და მე უსურვებდი დიდხანს კარგად ყოფნას. გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ბატონი გურამის მეგობრები. საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც მხატვარს მიულოცეს გამოფენის გახსნა და წარმატებები უსურვეს. მიულოცავ ბატონ გურამ ცერცვაძეს, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს და აფხაზეთის მხატვრების დიდ მეგობარს, ეს მინდა ხმამაღლა ვთქვა, რადგან ჩვენ მუდმივად მისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ და აფხაზეთის მხატვრების სახელით მინდა მიულოცო დღევანდელი მისი პერსონალური გამოფენა. ძალიან საინტერესო გამოფენა, როგორც პიროვნება საინტერესო, ასევე მისი შემოქმედება არის ძალიან საინტერესო, განსაკუთრებული ტექნიკით მუშაობს და დამთვალიერებელს მუდმივად ელოდება მისგან სიახლეები. დღეს ზეიმი გვაქვს დიდი მხატვარი, დიდი მეგობარი ჩვენი გურამ ცერცვაძეს გამოფენა ეხსნება პერსონალური ქალაქ ბათუმში. ყველანი ბედნიერები ვართ მისი მეგობრები, მისი ახლობლები. აქ უამრავი ტურისტია, უამრავი კეთილმოსურნე. ვიხარია პირველ რიგში რა თქმა უნდა კაი ნამუშევრების ნახვა, სიამოვნება მივიღეთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბატონი გურამი არის
ჩვენი მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, არა მსუბუქი ტვირთი, თავი აქ დადებული თავის ორგანიზაციისთვის და ქვეყნისთვის და ვუსურვოთ, რომ არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც გქონდეს საშუალება გავიდეს პერსონალური გამოფენებით. პირველ რიგში მივულოცავ ჩვენს მეუღლეს დღევანდელ დღეს პერსონალურ გამოფენას და რაც შეეხება ბათუმს, რასაკვირველია ძალიან თბილად მიგვიღო, ჩვენთვისაც ძალიან საყვარელია. მომავალშიც გურამს უსურვებ მრავალ ასეთ პერსონალურ გამოფენას, ასე გულთბილ შეხვედრებს. კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩემი ესეთი მრავალრიცხოვანი სტუმრების დახვედრით, მე არც ველოდი თუ ამდენი ხელოვნების მოყვარული გაეცნობოდა ჩემს შემოქმედებას. ამ მარაჩვეულებრივ საგამოფენო სივრცეში ყველა მხატვრისთვის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრს ავალებს შემოქმედს. იმდენი თბილი სიტყვები მოვისმენე და ისეთი სიტყვა და სიყვარული გამოხატეს ჩემი შემოქმედების მიმართ. მე მადლობა მინდა უთხრა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს, დირექტორს, სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელობას, რომ მომეცა საშუალება, რომ აი ესე მშვენიერ დარბაზში გამოფენილიყო ჩემი ნამუშევრები.